გამარჯობათ. აი დღეს შემხვდა ეს კაცი, ეს ადამიანი, ეს პიროვნება. აი ეს არარაობა და აი რავი ხალხის გამაუპატიურებელი ნაბოზვარი, რომელიც იძახის, რომ არა, ხელისუფლება დასამხობი არისო, ყველანაირი ძალითო და საერთოდ ლეგიტიმური უფლება აქვს ხალხსო, რომ ყველანაირი ძალა გამოიყენოსო ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ. მე ხლა ივანიშვილი კი არ ხელისუფლება მაგრა ფეხებზე მკიდია, მაგრამ ხელისუფლებას ერთ რაღაცას ვეკითხები. აი ასეთ ნაბიჭორებს როდემდე უნდა ალაპარაკებდეთ ამ საქართველოში და დღეს რომ ეს კაცი თუ საქართველოში არის, რატო უნდა დადიოდეს თავისუფლად აი ესეთი ნაბიჭვარი, რომელიც რავი ხალხს რას უშურებოდა კარგად იცით რა. წინა პერიოდ დუბინკაზე რავი წამოსული პრეზერვატივით აუპატიურებდა ეს ნაბიჭვარი და რებს აკეთებდა და გამოდის ახლა და იძახის რომ კიდე თქვენ დასამხობი ხართო. რა არიცი? მეტის ღირსები ხართ, იმიტომ რომ აი ამ ნაბიჭრებს ესეთ ხალხს რო ალაპარაკებთ რა. აი გარი ყველაზე ის რა კაროჩი რა, თორე ესეთი ხალხი თავისუფლად არ უნდა დადიოდეს. ჯერ რა უფლება აქვს რომ აი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს. ვის უყვარს ხელისუფლება, რომელს უყვარს საქართველოში მითხარი ადამიანი, რომელიმე დამისაღები, ვისაც ვინც გიждდება ხელისუფლებაზე, მაგრამ როცა ძველი რავი ჩათლახი გამოდის და ხალხს რო კლავდა და დღეს რაღაცა მფარველი ანგელოზივით რო არის გამოსული და რო იძახის რო იცით რა არის რომ ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ ყველანაირი ძალით, რომლე პოლიციელებიო თან რომელიც ქალს ეხებიანო და ხელითო და ასე შემდეგ. ვინ ჩემი ფეხები ხარ, შედედა არყნიანო. შენ დროს რა სისტემა იყო, გახსოვს? მაგ დროს შენ ვინმეს მასეთ რამეს ალაპარაკებდი? და საერთოდ მე მიყვარს ბიჭო ეს ხელისუფლება რატო უშვებს საერთოდ იმიდან რა ქვია. აი ესეთ ხალხს ეხა გვარამია გამოუშვეს, კიდე ისინი გამოუშვეს, კიდე ესენი გამოუშვეს, რომ სულ იყო საუბარი იმაზე, ნაცები ბრუნდებიან, ნაცები ბოროტება არჩევნებზე და იმაზე და ამაზე. აი ესეთი ნაბიჭრები სამუდამოზე უნდა გყავდნენ. ან საერთოდ ქვეყნიდან უნდა იყვნენ გაძევებულები, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ უნდა ქონდეთ. მაგრამ ყველაზე კარგი და სამართლიანი ვარიანტია, რომ სამუდამოზე უნდა იყვნენ ეს ხალხი რა. სამუდამოზე. არ ვიცი, აი ესეთ რამეს რო გიშვლებიან ისევე ძველი ოპოზიციონერები და ძველი ნაცები, რასაც დღეს რო ხმასაც რო ვერცებ წესიურად. ღირსები ხართ. აი ხა მე დარწმუნებული, ეს არის რადიკალური განცხადება. იდეაში ამაზე რავი თუ გარეთ არის, უნდა მოკიდო ხელი და ხვალები უნდა დააჯინონ ციხეში. რავი, აბა შევხედოთ რა იქნება ერთი. რავი, შევხედოთ. მე ცოტა მეეჭვება ის, მაგრამ ძალიან მეეჭვება, მაგრამ რა ვიცი. რავი, თუ გვარამიას უშვებთ და არაფერს არ ეუბნებით, რავი, ასე მგონია, ამასაც არაფერს არ ეთქვით რა და საბოლოო ჯამში არჩევნებზე გამოიყენებთ, მე სათქვენოთ, რომ ნაცები ბრუნდებიან, უიდე და რა გვეშველება და მოდით შემოვხაზოს 41-ები, რომ ხალხი ნაცების დრო არ დავაბრუნოთ. ნაცების გაუქმება გინდოდეს ადამიანს, ხელისუფალს. და აი ესეთ რაღაცებს ალაპარაკებდე, თან გინდოდეს გაუქმება, მე ჩემამდე არ მისმის. ჯერ საერთოდ აი ეს კომისია, რო შედგა, რისი მაქნისი კომისია არის საერთოდ. მე მგონი ეს დაჭერილია ციხეში, არც ვიცი. მე მგონი დაჭერილია. თუ დაჭერილია, დაუმატეთ წლები კიდე რა. ხო და რისთვის შედგა ეს კომისია საერთოდ მე ვერ ხვდები. ეს გვარამია რომ ორი დღე რომ მჯდარიყო ციხეში, ორი თვით რომ მჯდარიყო კურორტზე და ეს ოპოზიციონერები რომ მაქსიმუმ 1 წლით რომ მჯდარიყვნენ ციხეში მაგაზე? კარგით რა, კარგით, რატო ადებილებთ ამ ხალხს? დაანებეთ, ბიჭო, რატო ადებილებთ ამ ხალხს? რა ვიცი. კარგად იყავ.